ვიდრე ჩვენ პროვინციულ თემებში გვძირავს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ვიდრე ჩვენ მართებულადაც ვიქცევით და ვიბრძვით ამ ჭორვილელი ოლიგარქის მდინარე ყვირილაში ამ 35 წლის წინ ფეხებს რო ატყლაპუნებდა იმ ოლიგარქის წინააღმდეგ რომელიც მერე გამდიდრდა და დროთა განმავლობაში საშინელ მონსტრად იქცა ჩვენი ქვეყნისთვის საშინელ მონსტრად იქცა მანამდე მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები განსაკუთრებით საინტერესო პროცესები უკრაინასთან მიმართებაში და არა მხოლოდ რომლებიც ძალიან უკიდურესად მეტისმეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ვითომ ტრამპის მომხრე რეალურად კი უღირებულებო საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ხსენებულ ტრამპთან თანხმდება ერთადერთ ალბათ მისთვის მთავარ საკითხში რომ ქალი-ქალია და კაცი-კაცია სხვა მხრივ ღირებულებითი კონცეპტუალური სტრატეგიული თანხმობა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას შორის რასაკვირველია არ არსებობს და თუ მოვასწარით თუ მოვახერხეთ ამ თემაზეც მოგვიწევს დღეს საუბარი მაგრამ უმთავრესი თემა რაზეც ვისაუბრებთ ეს არის ომი უკრაინაში რომელიც ამასობაში თითქოს შემოგვავიწყდა ომი არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე მიმდინარე პროცესები ეს საინტერესოა მაგრამ ამაზე საინტერესო არის სტრატეგიული თვალსაზრისით რა ხდება უკრაინაში და უკრაინასთან მიმართებით და მთავარი კითხვა რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ისმის და რომელიც ჩვენ შემოგვავიწყდა ამ კითხვაზე პასუხით შემოგვავიწყდა და ვერ ვცემთ პასუხს აღარც ვკითხულობ უფრო ზუსტი რო ვიყო არის ეს კითხვა მათ როდის დასრულდება ომი უკრაინაში საერთოდ დასრულდება თუ მეორე სიტყვა მეორე ზმნა ვიხმაროთ დასრულდება თუ შეწყდება დროებით პერსონალურად მე რო ვკითხო ვკითხო ახლაც და გეკითხათ ასე მაგალითად 2 კვირის წინ 3 კვირის წინ მე ვიტყოდი და ახლაც ვიტყვი რომ ომი უკრაინაში არ დასრულდება და თუ მაინც და მაინც შეჩერებაზეა საუბარი დიახ ის შესაძლოა შეჩერდეს ოღონდ დროებით სხვათა შორის არ დასრულდება მათ შორის იმიტომ რომ რუსეთსაც კი არ აწყობს პუტინსაც კი არ აწყობს მისი დასრულება მინიმუმ 2 მიზეზის გამო თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც ომის დროს რუსეთის საერთოდ ქვეყნის და მით უფრო რუსეთის მართვა იდეოლოგიით რომ აი ომში ვართ და ძიმე მდგომარეობაში ვართ და აქედან გამომდინარე უნდა გქონდეს ომის ეკონომიკა აქედან გამომდინარე უნდა გაჩუმდეთ აქედან გამომდინარე სხვა სოციალური პრობლემებს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება იოლია პუტინი არ დაასრულებს ომს მე რომ მკითხო 2 კვირის წინ რომ გეკითხა და ალბათ ახლაც რომ მკითხო იმიტომ რომ ომის დროს მას უიოლდება რუსეთის 150 მილიონიანი რუსეთის მართვა იმ პროპაგანდით იმ იდეოლოგიით იმ სტრატეგია ტაქტიკით რომელსაც ის მიმართავს და მეორე ომი რომ დასრულდეს რა უნდა უყოს მან პუტინმა იმ საკუთარ შეიარაღებულ ძალებს რომლებიც უკვე შემდგომ იქნებიან დამშეულნი უმეტესწილად და რომლებმაც შეიძლება და ისტორიაც მათ შორის პირველი მსოფლიო ომის ისტორიაც ამას კარდახობს თუ ამ ფიქრისაკენ იბიძგებს რომლებიც შესაძლოა მიადგნენ მოსკოვს და პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა არა მაგრამ დაიწყოს ის უმართავი პროცესები საკუთრივ მოსკოვში უშუალოდ მოსკოვში კონკრეტულად მოსკოვში კრემლში თუ გნებავთ ასე ვიტყვი რომლებმაც შეიძლება შეარყიოს პუტინის ვერტიკალი და უშუალოდ პუტინის ტახტიც კი მოარყიოს აქედან გამომდინარე ამ ლოგიკით ომი დასრულება პუტინს არ აძლევს ხელს თუმცა
თუმცა მიუხედავად ამისა ლოგიკურია ფიქრი, რომ პუტინს ოღონდ თავისი პირობებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სურს ამ ომის დასრულება და აქაც ამ ლოგიკაშიც, ამ მსჯელობაშიც არის ლოგიკა. ხაზგასმით ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ საკუთარი პირობებით პუტინს იცით თქვენ, რომ საკმაოდ ძვირი უჯდება ომის წარმოება და მეტწილად ის საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აფინანსებს ან თუ გნებავ სხვა სიტყვას ვიხმარ ასაზრდოებს ჩრდილოვანი ნავთობის ექსპორტით, რეალიზაციით, ჩრდილოვანი ფლოტით, რომლის შეზღუდვაც მიმდინარე დაწყებულია და კიდე გაგრძელდება და წარმატებით დასრულდება აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ასევე არა მხოლოდ ჩრდილოვანი ნავთობით, არამედ იმ ბუნებრივი რესურსებით, რომლებიც რუსეთს უხვად აქვს და განსაკუთრებით ცხადია იგულისხმება ნავთობი შესაბამისად პუტინს შესაძლოა ომის დასრულება არ უნდა, მაგრამ იზოლებული იყოს, იმიტომ რომ მან შესანიშნავად იგრძნო ტრამპი, ცუდი ტრამპი ბევრის აზრით, ამბივალენტური ტრამპი სხვათა აზრით, უღირებულებო ტრამპი კიდევ სხვათა აზრით, ვაჭრობაში შემჩნეული ან მოვაჭრე ტრამპი, ამაზეც ვიტყვით ორ სიტყვას სხვათა და კიდევ სხვათა აზრით, ტრამპი დგამს მეტად საინტერესო ნაბიჯებს, კერძოდ ის დაიწყებს უშუალოდ შეერთებულ შტატებში ნავთობის მოპოვებას გააძლიერებს უფრო ზუსტი რომ ვიყო და მოახერხებს იმას რომ ნავთობის წარმოება მსოფლიოს მასშტაბით იყოს უფრო ინტენსიური, უფრო ხშირი და უფრო მეტი შესაბამისად ეს ავტომატურად დააგდებს ფასებს ნავთობზე, რითიც ანუ ამ ნავთობით პუტინი ინახავს ომს თლიანად, ანუ საკუთარ შეიარაღებას და შეიარაღებულ ძალებს. ეს არის მოხრჩობის, ეკონომიკური მოხრჩობის პოლიტიკა რუსეთისა და თუ ეს ასეც ხდება, ასე მოხდება, შესაბამისად პუტინს ძალიან გაუჭირდება ომის გაგრძელება და სულ რომ არ დაეხმაროს დასავლეთი მეთქი უკრაინას მთლად ასე არ არის, მაგრამ გარკვეული დახმარების შემდეგ უკრაინა წარმატებას მიაღწევს ფრონტის ხაზზე. აქედან გამომდინარე, ვინც ის იქნება სწორედ პუტინი ჩქარობს, ეშურება ამ ომის დასრულებას. მოკლედ არ ვიცით, ერთის მხრივ პუტინს არ უნდა აწყობდეს, მეორეს მხრივ უნდა აწყობდეს, თუმცა ამაზე რასაკვირველია ჩვენ უნდა მსჯელობდეთ და არ უნდა ვიხარშებოდეთ. მხოლოდ იმ პროვინციულ თემებში, რომლებიც შემოგთავაზა ვიზინა ივანიშვილმა მიზეზთა გამო, იმიტომ რომ გააპროვინციულა, გააჭორვილა მთელი ჩვენი ქვეყანა. არსებობს კიდე სხვა ფაქტორები, რომლებზეც ყურადღების გამახვილება ღირს და აუცილებელიც არის. მაგალითად, ეს ფაქტორი. პუტინი, იცით თქვენ, ითხოვს რომ ტრამპთან შეხვედრა შედგეს ერთ-ერთზე მაღალი ალბათობით საუდის არაბეთში, თუმცა შესაძლოა სხვა სივრცეშიც. ყოველ შემთხვევაში თურქეთი პრაქტიკულად გამორიცხულია, რამდენადაც თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო. მოკლედ ვნახოთ. მაგრამ პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში ითხოვს ან ეშურება უფრო ზუსტი რომ ვიყო, რომ შეხვდეს დონალდ ტრამპს და რაზე უნდა ილაპარაკონ თუ ეს შეხვედრა შედგება უკრაინასთან იმართებაში, როგორ შეიძლება რომ მოილაპარაკოს ორმა დიდმა ბიჭმა რა გამოვა, რომ ზელენსკი პატარა ბიჭ-ბუჭაა, რომელიც გასცირეს. მაღალი ალბათობით ამგვარ ფორმატიან შეხვედრას უკრაინის თემაზე ხაზს უსვამ ტრამპი და შეერთებული შტატები, ვაშინგტონი არც დაუშვებს. ანუ თუ შეხვედრა შედგება, ზელენსკი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ უარობდა პუტინთან შეხვედრას როგორც დამნაშავესთან, მაღალი ალბათობით ზელენსკის იქნება ამ მაგიდაზე ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს, მაგრამ ოკეი. დავუშვათ, რომ უბოროტესია ბჭყალებში შეერთებული შტატები და დავუშვათ და დიდმა ბიჭებმა გადაწყვეტილება მიიღეს იმის თაობაზე, რომ სწორედ ზელენსკის გარეშე სწორედაც რომ არ შეხვდნენ ზელენსკის და ზელენსკის გარეშე ჩაატარონ შეხვედრას. რაზე უნდა ილაპარაკონ მხარეები? უყურეთ, დიდი ბიჭების ლაპარაკში შეიძლება იყოს საუბარი პუტინის მხრიდან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი, სანქციების მოხსნაზე,
ეს პუტინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პუტინს უნდა რომ რუსეთის ეკონომიკა როგორღაც გამოსწორ ამოისუნთქოს ეკონომიკამ და ის არა მხოლოდ ქვეყანაზე დაწესებული სანქციების მოხსნაზე დაელაპარაკება ტრამპს, არამედ დაელაპარაკება კონკრეტულ პირებზე, ოლიგარქებზე მათ შორის დაწესებული სანქციების მოხსნაზეც. მაგრამ პუტინს უნდა ასევე ზელენსკის წასვლა პოლიტიკიდან. და ახლა კითხვა მთავარი, ან არა, მთავარი არა, ერთ-ერთი მთავარი იმ შემთხვევაშიც კი თუ ზელენსკი იტყვის რომ არჩევნები ჩატარდეს 2025 წლის მიწურულს ვთქვათ ოქტომბერში, როგორ უნდა წავიდეს ზელენსკი, როგორ უნდა დამარცხდეს ზელენსკი, თუ არჩევნები ჩატარდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ოფიციალური კიევი. ანუ თუ ჩატარდება ხერსონში, ზაპოროჟიეში, ყირიმში, დონეცკში და ლუხანსკში, ბუნებრივია რომ ზელენსკის გაუჭირდება, მაგრამ თუ ამ 5 რეგიონის მოსახლეობის გარეშე, მონაწილეობის გარეშე ჩატარდება არჩევნები, დარჩენილ უკრაინაში, დარჩენილი უკრაინის ტერიტორიაზე ზელენსკი შესაძლოა გაჭირვებით, მაგრამ მაინც გამარჯვებული იქნება მაღალი ალბათობით, იმიტომ რომ ამ დარჩენილ ტერიტორიაზე მაინც პროუკრაინული განწყობებია, ანტირუსეთული განწყობებია და შესაბამისად ზელენსკის დამარცხების შანსი არის მინიმალური იოტისოდენა იმ შემთხვევაში თუ ზელენსკი იტყვის განაცხადებს თანხმობას არჩევნებში საერთოდ მონაწილეობას. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია სხვათა შორის, იმიტომ რომ პუტინს ამ ნაციონალისტი ზელენსკის გაჩვევა უნდა ხელისუფლებიდან, აქვს რა იმედი, რომ მოიყვანს რომელიმე პრორუს უკრაინაში, კიევში, უკრაინის ხელისუფლების სათავეში და ის პრორუსი კი იქნება ანტიდასავლელი და აღარ იქნება ისეთი, როგორც იყო ბოლო 2 პრეზიდენტი, მეტნაკლებობით ცხადია, ამ შესანიშნავი ქვეყნისა, უკრაინისა, ანუ ზელენსკი დღევანდელი მოცემულობით და მანამდე პოროშენკო. მაგრამ იცით თუ არა, რომ შესაძლოდ ზელენსკის დამარცხება ხო წარმოუდგენელია დანარჩენ ტერიტორიაზე, მაგრამ შესაძლოდ უკრაინის ლიდერობა შეიძლება მოინდომოს არა მხოლოდ რუსეთის შტატიანმა ან ნომრიანმა აგენტმა არესტოვიჩმა, არამედ გენერალმა ზალუჟნიმაც კი და გამოვა რომ პუტინი ვაის ზელენსკის სახით გაეყარა და შეიძლება შეეყაროს ვუის ზალუჟნის სახით, არა იმიტომ რომ ზალუჟნი იდეალურად მოქმედებდა ომის საწყის ეტაპზე ფრონტის ხაზზე, არამედ იმიტომ რომ ზალუჟნის ვისი და ზალუჟნის პატრიოტიზმში და პროუკრაინელობაში ეჭვი რასაკვირველია არავის ეპარება. აი ამ თემებზე საუბარი რასაკვირველია ღირს, მაგრამ პირი რომელიც 35 წლის წინ ჭორვილიდან ჩარბოდა ყვირილაზე და ფეხებს ატყლაპუნებდა დინარე ყვირილაში, ჩაატყლაპუნებდა ხოლმე, რომელსაც საქართველოს დიდ სოფლად წარმოუდგენია, დიდ სოფლად გარდაქმნა უნდა ამ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნისა, რომელზეც ვილაპარაკებთ, ვისაუბრებთ ამ ვიდეობლოგის მიწურულს, ანუ ამ ქვეყანაზე, ამ თემებისაგან გვარიდებს და ამ თემებზე არ გვამსჯელებს და ჩვენ ბუნებრივია და სწორადაც და მართებულადაც ვიქცევით, როცა ვსაუბრობთ ხარებაზე, კობახიძეზე, მდინარაძეზე, იმ რეპრესიებზე, იმ საშინელ რეჟიმზე, კავკასიის ბელარუსად რო უნდა საქართველოს გადაქცევა, ივანიშვილ რუსს ამ თემაზე და ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ისევ უკრაინის კონტექსტში მე ვერ გამიგია და ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებ იმ შემთხვევაშიც კი თუ დიდი ბიჭები, ანუ ტრამპი და რაგვარია პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან, მათ ბუნებრივია უნდა ისაუბრონ 5 რეგიონზე, ეს არის ყირიმი, რომელსაც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს რუსეთი, ეს არის ლუჰანსკის ოლქი, რომელიც 98%-საც აკონტროლებს რუსეთი, ეს არის დონეცკის ოლქი, რომელიც 90-95%-საც აკონტროლებს რუსეთი, ეს არის ზაპოროჟიე, რომელიც 70%-ს აკონტროლებს რუსეთი და ეს არის ხერსონი, რომელიც 50%-საც აკონტროლებს რუსეთი და რა უნდა უთხრან ერთმანეთს, როცა ტრამპმა რა უნდა უთხრას უკვე შემდგომ ზელენსკის აი ამ 5 რეგიონიდან გამოვიდეს უკრაინის შეიარაღებული
ძალებიო და რატომ თუ ვაჭრობაა და ტრამპი აქ თქვი კიდეც რომ არის ბიზნესმენი ყველა ეს ლაპარაკობთ რომელიც ამ სიტყვას ვაჭრობა ძალიან ხშირად ხმარობს რა ფასი და საფასური უნდა მიიღოს უკრაინამ იმ შემთხვევაში თუ ამ 5 რეგიონიდან გამოვა უბრალოდ 2-დან გამოვა რომელსაც ნაწილობრივ მაინც აკონტროლებს 4-დან რეალურად მაგრამ მაინც ანუ შეწყვეტს თავის მხრივ საუბარ მოქმედებებს და კიდევ ერთი საკითხია კურსკი რუსეთის დე იურე რუსეთის ტერიტორია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა როგორ უნდა დატოვონ კურსკის ოლქი რა ლოგიკით ანუ ყველაფრის გამოვაჭრების გარეშე თუ მაინც და მაინც ეს სიტყვა უნდა ვიხმაროთ ზელენსკი ამაზე ამ ვაჭრობაზე ამ შეთანხმება ამ გვარ შეთანხმებაზე ჩემი წმენით და არა მხოლოდ ჩემი ფიქრით წმენით არ წავა თუ ვაჭრობა კლავი მეორე ის გამოივაჭრებს სხვა რამეს მაგალითად უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის სრულ უსაფრთხოებას თუ მაინც და მაინც ნატოს არა ნატოსთან მიმართებაში ზელენსკის უკრაინას მაღალი ალბათობით გარკვეულზე მაღალი ალბათობით ალბათ მოუწევს კომპრომისზე წასვლა და დათქმული ვადით მაგალითად 20 წლით ან 30 წლით ან 40 წლით უკრაინას უარს ცუდი სიტყვა მაგრამ ათქმევინებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე ოღონდ კლავი მეორე უსაფრთხოების მყარი გარანტიით ესე არ არის რომ უკრაინა უნდა დათმოს ყველაფერი აი რუსეთმა კი არაფერი არ უნდა დათმოს და ასე შემდეგ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამე ზელენსკიმ რომ დათმოს ყველაფერი ამ შემთხვევაში ზელენსკის შეექმნება და მეტადაც შეექმნება ის პრობლემები რომლებიც შესაძლოა შეექმნება უკვე შემდგომ პუტინს სიგულისხმება საკუთარ შეიარაღებულ ძალებთან გამკლავება კითხვა მაშ რატომ გვაომეთ ბუნებრივია იქნება დასმული უკრაინის სივრცეში იმ უკრაინის სივრცეში რომელიც გადარჩენილი იქნება ხო და ახლა ისევ ბიზნესმენ ტრამპზე და კითხვა ისევ და ისევ როგორ სრულდება ომი პუტინის პირობებით როგორ წყდება ალბათ ეს სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია მე თუ მკითხავთ და მე მგონია რომ ის დასრულებაზე საუბარი სრულიად ზედმეტია ომი უფრო შეჩერდება შეწყდება და არა მაინც და მაინც დასრულდება მით უფრო რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები და საერთოდ ევროპის კონტინენტის სახელმწიფოები ხდებიან ერთ რამეს თუ რუსეთს მიეცემა ამოსულ თქვის შესაძლებლობა ვინიც ის მან 3-5-6 წელიწადში შეიძლება გადარჩენილ უკრაინაზეც და არა მხოლოდ გადარჩენილ უკრაინაზეც კი მიიტანოს იერიშები კერძოდ იგულისხმება რა საკვირველია თავად უკრაინა პოლონეთი და პოლონეთი არა მაინც და მაინც კონვენციური შეტევებით არამედ ჰიბრიდული ომის ელემენტების გაძლიერება, რათა მოხდეს გამორეცხვა twinisa პოლონური საზოგადოების twinisa გამორეცხვა და არა მხოლოდ პოლონურის, რომ მე უკვე არჩევნებში გაიმარჯვონ ასე მაგალითად პოლონეთში და სხვა სახელმწიფოებში პრორუსულმა ძალებმა, ანუ ძალებმა, რომლებიც პრორუსულ, პროპუტინისტურ პოლიტიკას და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ და ახლა ისევ ერთი უცნაურესი რაკურსი, რომელზეც არ შეიძლება არ ლაპარაკი, ხო? რა, ვიდრე ამაზე ვიტყვი, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რამდენიმე ხნის წინ ტრამპმა გააკეთა ფრიად უცნაური განცხადება იმის თაობაზე, რომ ის ითხოვს, ყურადღება მიაქციეთ, ის უკრაინის ხელისუფლებისაგან ითხოვს იმ სასარგებლო მადანწიაღისეულებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე, რომლებიც უკრაინაშია. ტრამპი აკეთებს ამ განცხადებას. ეხლა გაგიკვირდებათ და 80% ამ მადანწიაღისეულისა არის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა სულაც ვერ აკონტროლებს. მაშ კითხვა მაქვს, თუ ომი წყდება თუნდაც დროებით, ან ომი წყდება სამუდამოდ და სამშვიდობო შეთანხმება იდება პუტინსა და ზელენსკის რუსეთსა და უკრაინას შორის, უკრაინა ეს ტერიტორიები, ოკუპირებული ტერიტორიები რჩება რუსეთში, რუსეთი აკონტროლებს მათ, უკრაინისაგან რა გარანტიას ითხოვს, ან რა წიაღისეულ
მადან წიაღისეულს ითხოვს შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტი. უკრაინაში კიევიდან ტრამპის ამ თხოვნა ინიციატივას, ამ აზრს დადებითი გამოხმაურება მოხდა მარტივად რომ თქვათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ დადებითად. ტრამპი ამბობს, ჩვენ დაგეხმარებით ვაჭრული განცხადება, აღებმიცემური, მოდი მაინც ესე ვთქვათ, აღებმიცემური განცხადება. ტრამპი ამბობს, ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერი საჭიროთი და არა მხოლოდ თუ უკრაინა დათმობს, ანუ გადმოგცემს ამ სასარგებლო წიაღისეულ მადნებს. ეხლა მე გაგითხებით, თუ ტრამპი აპირებს რომ შეწყვიტოს ომი უკრაინას და ამ პირობებით და ამ მდგომარეობით და ამ სტატუს კვოთი, მაშინ უკრაინა როგორ ხა აბრუნებს, ან როგორ ხა აძლევს შეერთებულ შტატებს ამ სასარგებლო წიაღისეულ მადანს. ეს მე მაფიქრებინებს, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში მინიმუმ ორგვარი პოლიტიკაა ჩამოყალიბებული. ერთი შემტევითი, მოდი რუსეთი დავამარცხოთ, კონცეპტუალურად დავამარცხოთ ისე, რომ უკრაინამ გააკონტროლოს საკუთარი საზღვრები 91 წლის საზღვრებისთან შეთანხმების ან დე იურე საზღვრების ფარგლებში და მეორე კომპრომისული, რომელიც დროებით კვლავ რომის დროებით შეჩერებას გულისხმობს და არა უმეტეს და არა დასრულებას. როგორ სრულდება და არა როგორ წყდება, ხო? ეს ძალიან საინტერესო კითხვაა სხვა თვალსაზრისითაც, მაგალითად, ვინ აკონტროლებს 1300 კილომეტრიან გამყოფ საოკუპაციო ხაზს? რუსეთსა, არა, გადარჩენილ უკრაინასა და ოკუპირებულ უკრაინას შორის. ხო, ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი წიაღისეულზე და წიაღისეულის კუთხით ვისაუბრე რა. კვლავ ტრამპს უნდა შეევეხო სამწუხარო ფაქტია, ოღონდ ფაქტია, რომ ტრამპი ფილოსოფიურად ვერ იაზრებს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას უკრაინის ფრონტზე, უკრაინაში, ხო? აი ამ და ეს არის ვაჭრო აღებმიცემური გააზრება, რომელშიც ღირებულებები როგორც ასეთი ან ნაკლებად არის, ან უკანა პლანზეა გადაწეული, მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა. ამის მიუხედავად, მე მაინც სასტიკი ან ერთგვარი წინააღმდეგი ვარ, რომ ტრამპს ჩვენგან დიდად მძიმე სიტყვები შევაფასოთ ტრამპი, ძალიან წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ეს არის მოცემულობა და who knows, ვინ იცის როგორ პოლიტიკოსად გამოდნება ეს მართლაც ღირებულებებთან, ამგვარ ღირებულებებთან ცოტა წყრალად მყოფი კაცი, რომელიც ქართულ ოცნებას აგიგით ხაეთი მოსწონს. მხოლოდ იმიტომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, რომ ტრამპმა განსაზღვრა ორი სქესი თუ ორი გენდერი, ქალი ქალიაო ამბობს და კაცი კაციაო, რაც აღაფრთოვანებს ასე მაგალითად მამუკა მდინარაძეს, თითქოს ტრამპის სახით მან მიიღო დიდი ადვოკატი და თითქოს თავად მდინარაძეს რამე ღირებულებები ჰქონდეს, ან რამე მიდგომები ჰქონდეს, ან რამე იცოდეს თუნდაც გენდერთან მიმართებაში. ასე რომ მე წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ტრამპი დიდად გავაკრიტიკოთ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ის ამბივალენტური პიროვნება, რასაკვირველი ამბივალენტური პიროვნება. და ახლა მივადექით თემას საქართველო სად არის, აი ამ ჭორბილელი კაცის მამულად, სოფლად გარდაქმნილი ხარება რომ ბატონობს ის საქართველოს სად არის, ამასობაში გასაგებია და სწორედაც მარტებულადაც ვიქცევით, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით ხსენებულ ივალიშვილს, კობახიძეს, ბინარაძეს, სხვებს და სხვებს და რასაკვირველია ესეც უნდა ვქნათ, მაგრამ სად არის ამასობაში და მე ერთი უცნაური არა, პრინციპში სწორი რა უნდა ვთქვა. შეერთებულ შტატებს თუ უკრაინა აძლევს სასარგებლო წიაღისეულ მადანს, აი ჩვენგან რა შეიძლება მიიღოს შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც სასარგებლო წიაღისეულ მადანი და არც არაფერი ისეთი ღირებული, რაც შეერთებული შტატებისთვის იქნება ფასეული და მნიშვნელოვანი და რაც შეერთებულ შტატებს ათქმევინებს, რომ საქართველო არის მისი სტრატეგიული პარტნიორი. ორი რამე
მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში. პირველი, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაინახოს და დამატებით და სულ უნდა დაინახოს, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის მისი დე-ფაქტო ხელისუფლება, ანუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და თავად შეერთებული შტატები ბუნებრივია მიიღებს გადაწყვეტილებას, არა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გარიგების კუთხით, არამედ სწორედ საზოგადოების მხარდაჭერის კუთხით. ანუ ტრამპის ადმინისტრაცია რომც არ უნდოდეს დაინახავს რა პროტესტს და განუწყვეტელ პროტესტს ჩვენ სინამდვილეში, ბუნებრივია მხარს დაგვიჭერს ჩვენ და არ დაუჭერს მხარს ასე მაგალითად დინარაძეს თუ უშუალოდ ბიზინა ივანიშვილს, რომელიც მასთან თანხმდება მხოლოდ ერთ საკითხში, რომ ქალი-ქალია და კაცი-კაცია შესაძლოა დემონსტრანტების უმრავლესობას ან გარკვეულ ნაწილს ასე სულაც არ მიაჩნია და სწორედ ამიტომაც რომ ტრამპმა უნდა მიიღოს საჩვენო გადაწყვეტილება საზოგადოებას და საქართველოს გულისხმობ, ჩემი მოსაზრებით ხშირი კრიტიკა ტრამპის ამისი ამბივალენტობის გამო სწორი სტრატეგიულად სწორი არ არის. ასეთია მოცემულობა, ამერიკა კვლავაც რჩება მსოფლიო ლიდერ სახელმწიფო დემოკრატიის მეკად ტრამპი და ტრამპზე ჭყალებში თუ ჭყალებოდ ამბივალენტურიც რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არის ინსტიტუციებზე დაფუძნებული დემოკრატია და ტრამპთა შეერთებული შტატების ცხადია უნდა გვეიმედებოდეს ჩვენ და დინარაძეებს არ უნდა ვუტოვებდეთ მასთან შესაძლო და რეალურად კი გამოსარიცხი პარტნიორობის შესაძლებლობას. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ეს ერთი საკითხია, მეორე საკითხი არის რატომ არ მიგვატოვებს ამერიკა შეერთებული შტატები საქართველოს და გაგიკვირდება და ეხლა 3-4 ფაქტორს დავასახელებ. პირველი ეს არის სტრატეგიული სტაბილურობის ფაქტორი. ჩვენ სტრატეგიულად სტაბილური სახელმწიფო უნდა ვიყოთ დასავლეთის აზრით. სტრატეგიული ამბავია ჩვენი სტაბილურობა, ჩვენთან არ უნდა მოხდეს რასაკვირველია შეერაღებული კონფლიქტი, არ უნდა მოხდეს დაპირისპირება, იმიტომ რომ მეტი ამერიკული და დასავლური ინტერესი იყოს ამ ქვეყანაში. გაგიკვირდებათ და ბატონი ივანიშვილი ვერ უზრუნველყოფს ამ სტაბილურობას სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ქუჩაში. და ეს ჩვენი უწყვეტი პროცესი, პროტესტი გრძელდება უკვე 71-72 დღეა და გაგრძელდება კიდე 10-ამდენი. 10-ამდენი არც დაგჭირდება და ახლობით 3-4-ამდენი რომ გაგრძელდეს, ანუ 200 დღე, 210 დღე, 280 დღე რომ გაგრძელდეს, ნუ წელიწადზე მეტი არ არის, 6 თვეზე მეტია ეს იცით. ეს გადააწყვეტინებს საბოლოოდ ჩამოვაყალიბებს შეერთებულ შტატებს, რომ ეს ხალხი არ უნდა მიატოვოს და ეს ხალხი იქნება სულ ქუჩაში, ვიდრე ივანიშვილი არის ხელისუფლებაში შესაბამისად. თუ ვინმე არის გასაწირი ამ ორს შორის ხალხი თუ ივანიშვილი, შეერთებული შტატები დასაკვირველია გასწირავს სტაბილურობის ვერ შემქმნელ ბიზინა ივანიშვილს. მეორე, შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სტრატეგიულ სტაბილურობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ირანის კონტექსტში. ტრამპმა მათ შორის ნეთანიაჰუს თეთრსახში მიღებით და მისი ანტიირანული პოლიტიკის ღია დეკლარირებით გამოაცხადა, რომ ირანი არ არის, არ შეიძლება იყოს ამერიკისთვის დღევანდელი ხელისუფლება იგულისხმება ირანისა მისაღები ქვეყანა. ამ კონტექსტში ფართო რეგიონალურ ჭრილში საქართველოს უზარმაზარი როლი მისია აქვს და ივს ვილსონი კონგრესმენი რომ დაატარებს ამ ფურცელს, ფოტოს, რომელზეც კობახიძე არის ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად დაფიქსირებული ირანის პრეზიდენტის დაკრძალვა გასვენებაში, ამას ისე არალედ არ დაატარებს ჭორვილელმა კაცმა, რომელიც მდინარე ყვირილაში 35 წლის წინ ატყლაპუნებდა ფეხებს, ეს ვერ გაიგო და ვერ გათვალა, მაშინ გაუშვარა კობახიძე ირანის ლიდერის გასვენება დაკრძალვაზე თეირანში. შესაბამისად, ვილსონი, რომელიც შესაძლოა 3 თვეში 2-ჯერ ხვდება პრეზიდენტ ტრამპს, ამ ორი შეხვედრიდან ერთხელ მაინც აჩვენებს ფოტოს. შეხედეთ, კობახიძე, აი პარლამენტის თავმჯდომარე კი არა, პრემიერ-მინისტრად წოდებული, ივანიშვილის ხელის ბიჭი, აი ამ ღონისძიებაზე თუ ამ პროცესში მონაწილეობდა, შესაბამისად ის მოსაკვეთ ის ვერ შექმნის სტრატეგიულ უსაფრთხოებას, სტაბილურობას ამ რეგიონში, ამიტომ ჩვენ მისი ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო მკვეთრები უნდა
ვიყოთ. ირანი, ნაკლები ირანი კი არა, ირანის ამოძირკვა ამ რეგიონიდან ყველა კუთხით, მათ შორის ინვესტიციების კუთხითაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის. მაგრამ გარდა ამისა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩინეთი, ნაკლები ჩინეთი კავკასიის რეგიონში თუ ის საერთოდ უნდა იყოს. ეს არის და ეს უფრო იქნება სამოთხთვეში ტრამპის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ვექტორი, იმიტომ რომ შავი ზღვა, როგორც უკიდურესი ზღვა არის უმნიშვნელოვანესი კოლექტიური დასავლეთისათვის და განსაკუთრებით შეერთებული შტატებისათვის, მათ შორის უსაფრთხოების და ხსენებული მადანწიაღისეულის შესაძლო და არ გამოსარიცხი ექსპორტის ჭრილში. აქედან გამომდინარე, შავ ზღვას შეერთებული შტატები ბუნებრივია არ დაუტოვებს რუსეთს, რომელსაც თავის მხრივ რასაკვირველია ამ შავ ზღვაზე აქვს უზარმაზარი ინტერესები და თუ შავ ზღვას არ დაუტოვებს, აქეთ შავი ზღვის რეგიონს არ დაუტოვებს, ბუნებრივია ეს გადმოვრცელდება საქართველოსეც და აი ამ შავ ზღვაში კი შემოსულია, ცხადია რუსეთის ირიბით ან ხმობით, ან რუსეთთან შეთანხმებით, ანაკლიის პორტში როგორც მინიმუმ ჩინეთი და დიდი ბიჭები ტრამპი და სინძინპინი, ტრამპი და პუტინი რომ დასხდებიან, ტრამპი ბუნებრივია იტყვის, რომ ეს რეგიონი შეერთებული შტატების ინტერესია და ბუნებრივია, რომ ჩინეთი არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თავისითაც კი გავა ჩინური სხვათა შორის სანქცირებული კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობიდან, ანაკლიის პორტის პროექტიდან, იმიტომ რომ დიდი ბიჭების თამაში გადაწყდება ეს ამბავი, იმიტომ რომ ტრამპი იტყვის, რომ არ შეიძლება ირანულ თუ ჩინურ თუ ირანულ და ჩინურ და რუსულ კომპანიებს ესე პირდაპირ ან თუნდაც არა პირდაპირ მიეცეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები შეერთებული შტატებისათვის, მათ შორის ანაკლიის პორტი და აქ მივადექი ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, ეს არის კონცეპტუალურ საკითხს ტრამპისა და მივადექი არა, კიდევ ერთხელ ვიხსენებ ტრამპისა და პუტინის შესაძლო და გარდაუვალ შეხვედრას და ცხადია, რომ ამ შეხვედრაზე იქნება პირველი თემა, იქნება უკრაინა, ყოველ შემთხვევაში სხვა ამაზე მნიშვნელოვანი განსახილველი პრეზიდენტებს არ აქვთ. უკრაინა იქნება დამოუკიდებლად იმისა, პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან პირისპირ, თუ მით უფრო მაშინ, თუ ეს შეხვედრა შედგება ზელენსკისთან ერთად, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთთან განმარტოვდნენ, ისაუბრეს უკრაინაზე და ისაუბრებენ თუ არა კავკასიის რეგიონზე, მათ შორის სომხეთის ჭრილში, დიახ, ბაიდენის ადმინისტრაციამ, ბლინკენმა, სახელმწიფო მდივანმა გააფორმა სტრატეგიული ხელშეკრულება სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულება და ბუნებრივია, რომ ბლინკენმა ეს რუბიოსთან, ხოლო ბაიდენმა ეს ტრამპთან გადაათანხმა, ეს უნდა ვთქვათ და შესაბამისად ტრამპის ინტერესია, რომ სომხეთი ევროატლანტიკური ან ევროპულ სივრცესთან უფრო დაახლოებული სახელმწიფო იყოს, ოღონდ ამ სომხეთს მეტად და მეტად გაუჭირდება საქართველოს გარეშე, იმიტომ რომ საქართველო ხსენებული შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოა, განსხვავებით სომხეთისაგან, რომელსაც ისიც თქვენ, რომ არ აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე და შესაბამისად დიდი ბიჭების ამ თამაშში მოხდება მაღალი ალბათობით შემდეგი რამე პუტინი ცხადია იტყვის, რომ კავკასიის რეგიონი მისთვის უნდა უმნიშვნელოვანესია და დასავლეთმა უნდა ამოიძირკოს ფეხი კავკასიის რეგიონიდან, აგე იტყვის პუტინი, რომელიც სხვა რაღაცებსაც იტყვის სანქციების მოხსნის თაობაზე და ბევრ სხვა რამესაც, მაგრამ კავკასიის რეგიონთან იტყვის, აგე ასე მაგალითად საქართველოში პრორუსული ხელისუფლება, რომელსაც სურს საქართველოს რუსეთთან დაახლოება. აი ამიტომ არის ჩვენი პროტესტი განუწყვეტელი, უმნიშვნელოვანესი, რომ ამის შემდეგ პუტინს უპასუხოს ტრამპმა, რომ ისი შენი საქართველოს არსებული de facto ხელისუფლება გაყალბებით მოვიდა და გაყალბებას კი ადასტურებს ის, რომ ქუჩაში არის ხალხიო. მაგრამ ახლა ასე რომ გავაყველპუროთ, ახლა მე გეტყვით გარკვეული ალბათობით რა მოხდება. ბუნებრივია, რომ ტრამპი ასე იოლად ვერ დათმობს კავკასიის რეგიონს, ზოგადად შავი ზღვის რეგიონს, ზოგადად კონკრეტულად საქართველოს და ვინც ის იმაზე უფრო ძნელადაც კი დათმობს, ვიდრე დათმობს უკრაინას, როგორც
ასეც აქ უკრაინას კი არ მეჯიბრებით მაინც და მაინც და განაპატივისცებას არ ვუდასტურებთ, მაგრამ საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სწორედ ხსენებული ჩინეთის და უფრო ირანის კონტექსტში და ამ ფრჩხილს არ გავხსნი ახლა შავ ზღვას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ კონტექსტში. შესაბამისად არ დათმობს რა მაღალი ალბათობით ტრამპი კავკასიის რეგიონს, შავი ზღვის რეგიონს, კონკრეტულად სოფხეთს და უფრო კონკრეტულად საქართველოს, სახელმდობრ საქართველოს, ჩვენთან მიმართებაში ეს ცხადია საინტერესოა. ამის შემდეგ და თუ დათმობინებს, ამის შემდეგ ამ ივანიშვილის ჩვენში არსებული პრობლემა, მით უფრო ხარებას იკობა ხიზისა თუ მდინარაძისა ავტომატურად გვარდება, მეთქი ასე უნდა ვთქვა. დიახ, ავტომატურად გვარდება, იმიტომ რომ დიდი ბიჭები კარნახობენ პატარა ბიჭ სპაიქს ჭორვილაში, რომ ცხოვრობდა 35-40 წლის წინ და ფეხებს ატყლაპუნებდა. მდინარე ყვირილაში ჩაირბენდა რა, ივანიშვილს კარნახობენ შემდეგს, რომ გაეშვი საქართველოს დაასრულე რეპრესიული ქმედებები, დანიშნე არჩევნები ისე, რომ თავად შენ და შენმა პოლიტიკურმა პარტიამ ამ არჩევნებში მონაწილეობა არც მიიღოს, მით უფრო არ ჰქონდეს ცდუნება, იმიტომ რომ არ ჰქონდეს ცდუნება ამ არჩევნების გაყალბებისა. აი თუ ეს ასია და ეს საჭადრაკო პარტიაა, ხო? ამ შემთხვევაში და ამის გათვალისწინებით მე ვარ მშვიდად ოღონდ. ეს თავად არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი ხვალ დასრულდება, ეს ამბავი ხვალ დასრულდება. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდი მაინც. აი რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს 3 თვე, 4 თვე, 6 თვე, 8 თვე, ხო? ჩვენ ამ ხნის განმავლობაში, ანუ ტრამპი პუტინის შეხვედრამდე კი არა მაინც და მაინც, არამედ სწორედ იქამდე ვიდრე ივანიშვილი არ დაიწყებს კომპრომისებზე წამოსვლას და დათმობას, უფრო ზუსტად ვიყო, ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები და დრო და დრო მაინც, ხანდახან მაინც, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ხელისუფლებად წოდებული ბანდა უჭერს მარწუხებს და ეს შეგვაშინებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კვანძის გახსნა, როგორც ასეთი მოხდება, თუ ადრე არა, საშუალოვადია პერსპექტივაში მაინც და გვიან მაინც. ამიტომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა, რისკიანი აქტივობა ხშირ შემთხვევაში, ან გარკვეულ შემთხვევებში, რაც საკვირველია გამართლებული არის. მათ შორის ფორმალისტური კანონების, უკანონო პარლამენტის მიერ მიღებული კანონების შემორღვევაც გაგიკვირდებათ და ბრძოლა, ხმამაღალობა, ჩხუბი კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩენა რა საკვირველია, მაგრამ ეს ხელისუფლებისთვის ეს კონსტიტუციური ფარგლების თუ ჩარჩოებიც რა საკვირველია აბსოლუტურად პირობითია, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არას დაგიდებთ რა ნებისმიერ შემთხვევაში თუ მოინდომებს ამძაფრებს ვითარებას და იწყებს თუ აგრძელებს რეპრესიულ ასკეცებს საკუთარ რეპრესიულ მანქანას და ასე შემდეგ. ამიტომ დიდი ბიჭები გადაწყვეტენ პატარა ბიჭ-ბუჭა ივანიშვილის ბედს, მე ამ თვალსაზრისით მშვიდად ვარ, ოღონდ ჩვენი უნდა ვქნათ ყოობადი, ვშვათ ყოობადი ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და როდესაც უკვე კვანძის გახსნა დაიწყება სამყაროში, მსოფლიოში, მათ შორის კავკასიასთან მიმართებაში, კავკასიის რეგიონთან მიმართებაშიც, ჩვენი ბრგედმყოფნა იქნება საფუძველთა საფუძველი იმისა, რომ რუსეთს და ივანიშვილს გამოსტაცებენ ამ ჩვენ არაჩვეულებრივ ქვეყანას და ვიქნებით ჩვენ დასავლური სივრცის ნაწილი.